მოგვისახარების გადასარჩენად გამართულ აუქციონზე 35,065 ლარი შეგროვდა. მე-12 საუკუნეში აფხაზეთში დაწერილი უნიკალური მოგვისახარების აღსადგენად საქველმოქმედო აუქციონი ჩატარდა. სასტუმრო Radisson Blu ივერიაში 130 ექსპონატი გამოიფინა, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, მწერლების ხელნაწერები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, სპორტსმენების ჯილდოები იმისათვის შეგროვდა, რომ უნიკალური ხელნაწერის რესტავრირება დაიწყოს. ფუცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურები და ეტრადზე გადაწერილი ტექსტი იმდენად დაზიანებული, რომ ის უკვე წლებია გაუხსნელად ინახება, მასზე მუშაობის უფლება მეცნიერებსაც არ აქვს. აუქციონზე ყველაზე მეტი ხელნაწერი და ნივთი კომპანია Jewselma შეიძინა. სულ 65 ლოტი გაიყიდა აუქციონზე. ყველაზე დიდი თანხა 5,000 ლარი ირაკლი ფარჯიანის ნახატში გადაიხადეს. მოგვისახარების გადასარჩენად საქველმოქმედო აუქციონის მეორე ეტაპი შემოდგომით გაიმართება. ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით ამ აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე. დღეს როგორც ჩანს, წილად ვქთა პატივი რომ ჩვენ გავხსენით, მაგრამ მაინც ეს ჩვენი დაგეგმილი არ იყო, რომ ესე ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ უფრო ხელნაწერებზე, იმიტომ რომ გვინდა რომ გავაკეთოთ ორი საქმე ერთად და ის შესყიდული ხელნაწერები ასე უნდა გადავცეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. ეს იყო ჩვენი გეგმა, მაგრამ აუქციონია, ხო იცით, გარკვეულწილად აზარტთან არის დაკავშირებული, შეიძლება შეიცვალოს რაღაცეები. ამ შენაძენით მე ვეხმარები მოგვისახარებას, როგორც ორგანიზატორი, როგორც ადამიანი, რომელიც არის პირველ რიგში ქართველი და ემიგრანტი, რომელიც ჩამოსულია საქართველოში და უხარია ის, რაც მე მიხარია ის, რაც ხდება საქართველოში.